რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ჰოლივუდიც ეხმაურება. როგორია მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოსტ-აპოკალიფსური სამყარო და რატომ ცხინვალი თბილისის ტრასა. მომღერალ ბიონსეს ძნელია თვალი მოწყვიტო, მაგრამ მის ახალ კლიპში ბევრის ყურადღება მაინც მის ზურგს უკან განთავსებულმა ლითონის ტრაფარეტმა უფრო მიიქცია, ვიდრე თავად პოპ-ვარსკვლავმა. ტრაფარეტზე ქართული წარწერებია: თბილისი, გორი, ცხინვალი. როგორ და რატომ მოხდა ბიონსეს კლიპში ქართული ქალაქების დასახელებები, ამას სალომე ბენაშვილი არკვევს. გიორგი, პირველ რიგში მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ კლიპის პრემიერა მხოლოდ გუშინ შედგა ამერიკულ არხ Fox-ის ერთ-ერთ გადაცემაში Pop Idol-ში. მისი პრემიერა გაიმართა და სწორედ კურიერიც დღეს დილიდან დაინტერესდა ამ თემით, თუ რატომ და საიდან გაჩნდა ეს წარწერები, ეს ბანერი ბიონსის ახალ ნამუშევარში. საინტერესო არის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა ამ ბანერისა და მეტნაკლებად თემატური კავშირების გავლება ნებისმიერ მაყურებელსაც ადვილად შეუძლია, რადგანაც სიმღერა არის მეტნაკლებად ძალადობის დაგმობაზე. ეს არის, შეიძლება ითქვას, პოსტ-აპოკალიფტური ომის შესახებ. თავად სიმღერის სახელწოდებაც The Round the World შეიძლება გადავთარგმნოთ ასე, ვინ მართავს ქვეყანას. თავად ბიონსე კი ამას ამბობს, რომ ძირითადად ქალები მართავენ სამყაროს და შეიძლება ითქვას, რომ მატრიარქატულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება თავად კადრებს, სადაც თბილისი, ცხინვალი, გორი ჩანს, აქ მშვენიერი პოპ-ვარსკვლავი არის გამოწყობილი ჟივენშის ახალი კოლექციიდან თეთრი სამოსით და მას სადავეები უჭირავს ორი აფთრის, რაც ასევე ალბათ სიმბოლურია და პასუხი ამაზე მხოლოდ რეჟისორს ექნება, რომელიც არის ამერიკელი ცნობილი რეჟისორი ფრენსის ლოურენსი. ის არის ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორიც არის მაგალითად კონსტანტინე და ასევე კლიპების ავტორი ლეიდი გაგას, ალანის მორისეტის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების. თავად ფრენსის ლოურენსის ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით, ბიონსის ახალ ნამუშევართან დაკავშირებით მხოლოდ MTV-მ ჩაწერა რამდენიმე დღის წინ და ის აცხადებს, რომ ბიონსეს ეს ნამუშევარი არის ნამდვილად შეუდარებელი და შეუძლია გაკადნიერდეს და თქვას, რომ ის არის ერთადერთი კლიპი, რომელიც იმსახურებს აღიარებას. ძალიან საინტერესო იყო ამ ვიდეოზე მუშაობა და ძალიან სახალისოდ. შეიძლება ითქვას დავბრუნდი წარსულში, როდესაც ლედი გაგას ვიდეო კლიპზე მუშაობდი, მას შემდეგ გადაღებებით 100 არ მისი ამოვნია. გამამად გეტყვით, ეს არის ყველაზე მასშტაბური კლიპი, რაც კი ბიონსეს ოდესმე გადაუღია. ჯერჯერობით არ ვიცი რა მოხდება და როგორ მიიღებს საზოგადოება, მაგრამ გეტყვით, რომ ფანტასტიკური სიმღერაა და მე პირადად ცდუნებას ვერ გავუძელი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას, ვეცდებით, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ. ქართულ კლიპმეიკერებს ჯერჯერობით არ აქვთ თუ როგორ მოხდა ეს ბანერი ამ კლიპში, თუმცა ცხადი არის, რომ ეს კლიპი საქართველოში არ გადაღებულა, რადგანაც აპრილის თვეში 3 დღის განმავლობაში კალიფორნიის შტატში მიმდინარეობდა გადაღებები. შესაბამისად, ეს ბანერი არის სიმულაცია, თუმცა პასუხებს ვეცდებით, რომ კურიერის მაყურებელს დროულად მივაწოდოთ. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ 9 საათიან გამოშვებაში მოგებავთ.